ჩალონოცობიძის 125 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა და პროფესორ მასწავლებლებმა უნივერსიტეტის პანთეონში გვირგვინით შეამკეს შალვა ნოცობიძის საფლავი. გაიხსნა შალვა ნოცობიძის მემკვიდრეების მიერ ბიბლიოთეკისათვის საჩუქრად გადაცემული მეცნიერის პირადი კოლექციის გამოფენა. უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში კი მეცნიერის პირადი ნივთებია გამოფენილი, რომელთა შორისაა კათოლიკოს პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის მიერ ნაჩუქარი ბიბლია წარწერით. მოახერხა ის, რომ საბჭოთა წყობის პირობებშიც კი თავისი მეცნიერული პროდუქტი გახადა ცნობილი, გახადა აღიარებული იმ დროინდელ ძალიან მკაცრ პირობებში. ამიტომ ჩვენ დიდი სიხარულით აღნიშნავთ აი ამ დღეს. ასეთი აღნიშვნები, რასაკვირველია, ჩემთვის როგორც შვილისთვის ასაკვლელია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი უნივერსიტეტი აფასებს მის ერთ-ერთ დამაარსებლად. მისი აქ დამარხვას კი პრობლემა იყო თავის დროზე და მოწინააღმდეგები ყავდა, რომ ის არ დამარხულიყო უნივერსიტეტის ეზოში, რადგანაც ის ასე ვთქვათ იყო ასე ვთქვათ რეპრესირებული მეცნიერი. ის რა დატოვა შრომები, ის არის დაიბლი საგანძური ფილოსოფიაში, საქართველოს ისტორიაში, კულტურაში. ამდენად ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დღეს ჩვენ აღნიშნავთ ამ შესანიშნავი მეცნიერის დაბადებიდან 25 წლის თავს.